შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი ამჯერად სერბეთიდან გააკრიტიკა. ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობდა. სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების მოწყალებას ან გაიღებს ან არა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და იგივე რიტორიკა გაიმეორა. სხვადასხვა ხარისხის წევრობასთან დაკავშირებით ყველას აქვს ცხადია ერთნაირი პოზიცია, რომ შეუძლებელია იყო წევრი ორგანიზაციის და იყო მეორე ხარისხოვანი წევრი ორგანიზაციის. თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები და ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ რაღაც უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ძველ წევრებს, ეგრეთ წოდებულ ძველ წევრებს, რომ არ უნდა მივიღოთ ევროკავშირმა თავად არ უნდა ჩაიყაროს თავი კომიკურ მდგომარეობაში, როდესაც ორველისეული რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი არ აქციონ რეალობად.